ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სამშვიდობო ბატონო. მადლობა მოსვლისთვის. ჩვენ ვსჯელობთ ახლა ჩვენს რესპონდენტებთან ერთად რა პოლიტიკურ გადაადგილებებთან და მოცემულობასთან აქვს საქმე ახლა საზოგადოებას და გვინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასებაც რა შეგიცვალათ თქვენ ოპოზიციას და მთავარ ოპოზიციურ ძალას ივანიშვილის ამ მანევრმა მოდით ასე დავარქვათ ჩვენ ჯერ არ ვიცით ის მართლაც წავიდა ნახევრად წავიდა მაგრამ ზუსტად ისე წავიდა როგორც მანამდე ერთხელ უკვე წავიდა უკვე ჩვენ ჯერ ეს არ ვიცით მაგრამ ფაქტია რომ რაღაცას ეს თქვენ გიცვლით რას გიცვლით? დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, იცვლება გარკვეული მიმართულებით უბრალოდ რწმენის თვალსაზრისით ბევრი რამე შეიცვლება, მგონია ქართული ოცნების თავს. ქართულ ოცნებას დააკდება თავდაჯერებულობა, თუ რახანო გაინტერესებთ ხა გიპასუხებთ გულახდილად. თავდაჯერებულობა, რომელიც აუცილებლად აისახება შედეგებზე, მაგრამ საარჩევნო შედეგებზე როცა უნდა ჩატარდეს, იქაც ეს გამოჩნდება. მაგრამ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც როგორც ჩანს, იქნება ძალიან დაძაბული მიმდინარე წელს, მათ დააკდება თავდაჯერებულობა, რატო? იმიტომ რომ გონია რომ ქართულ ოცნებაში არ არის არც ერთი თვითმყოფადი პოლიტიკოსი, რომლის ანგარიშზეც არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერობა. მანამ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ნუ ასეთი პოლიტიკოსი თვალსები არავინ არ ყავთ, ვინც მანამდე იყო პოლიტიკოსი, სანამ მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ამასობაში 8 წელი გავიდა და ამ ადამიანებს ჩვენ უკვე ვიცნობთ. დიახ, უბრალოდ გონია რომ პოლიტიკოსები კი არ არიან, უბრალოდ პოლიტიკაში დასაქმებულები არიან, პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ, პლუს 9 წლის თავზე ბევრი დაჯგუფება აქვს შიგნით, ეს ძალიან კარგად ვიცით ჟურნალისტთა წრეებმაც და პოლიტიკოსებმაც, ვინც ვართ ამ საქმით დაკავებული და როცა ბოსი აღარ ყავთ და აღარც ლიდერი მე მგონია რომ ბატონი ივანიშვილი არ იყო ლიდერი ბატონი ივანიშვილი იყო ამ ადამიანების ბოსი რომელიც ეუბნებოდა წადით იქ მოდით აქ და არ ეუბნებოდა წავიდეთ მოვიდეთ ამ ადამიანის გარეშე უბრალოდ გაუჭირდება მაგრამ ამაზე არ მინდა ვიდარდო გუნდი დასუსტა თქვენი აზრით ერთმნიშვნელოვნად ოცნება დასუსტა მიუხედავად იმისა როგორია ივანიშვილის ასლის არსი ბევრი ადამიანი ხმასაც არ მიცემს ეს გამოჩნდება და არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომელსაც ადგილი აქვს არც თუ ისე ცოტა პოლიტიკოსების მხრიდან და არა მხოლოდ რომ ბიძინა არსად არ წასულა სინამდვილეში აქ არის ქართული ოცნების აქტივისტთა დიდი ნაწილი ასე ვთქვათ წუხს ამ ყველაფერზე და ოპოზიციაში ვხედავთ სრულიად განსხვავებულ პოზიციას არსად არ წასულა ეს ადამიანი კარგი ცხოვრებით არ დგამს ამ ნაბიჯს თქვა იხმარა რა თქმა უნდა ეს დაინტერესებული იქნება და მართვისადავების ასე ადვილად ხედა არ გაუშვებს გავლენა ბუნებრივია ეცდება რომ შეინარჩუნოს მაგრამ ნუ დარჩება მისი ფიქრობს ხელისუფლებაში მისი ძალა ხო ბედნიერი იქნება ბუნებრივია მაგრამ უნდა იყოს ბედნიერი ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში მაგრამ თუ არ დარჩება და წააგები და დაემშვიდობებიან ძალაუფლებას ნუ მე უკვე ვიქნები პოლიტიკიდან გასული რაც დამატებით რაღაცა გარანტიების ფაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეს ფაქტია რომ მან თქვა დეკლარირებულად რომ წავედით ეს ახდენს გავლენას მის ამომრჩეველზე ბუნებრივია და ვიცით რომ ივანიშვილი არის იქ მთავარი, ვისაც ხმას აძლევენ, მაგრამ ახლა როგორ იქნება ეს სხვა საკითხია და მეორე ფაქტორი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვახსენეთ კიდე ჩვენ შესავალ სიტყვაში, რომ როდესაც ის მართავდა ყველაფერს, მაგრამ საჯაროდ არ იყო პოლიტიკაში, მას მაინც მოუწია შემოსვლა. იმიტომ რომ როცა საჯაროდ ჩანს პოლიტიკური ძალის პირველი პირი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა თქვა რომ ის საჯაროდ არ გამოჩნდა. ესე იგი ეს ნიშნავს რომ ეს აუცილებლად მოახდენს ოცნებაზე გავლენას. მე თანხმებით ამაში. აუცილებლად. აი როგორც თქვენ თან ვარ გადაცემაში თუმცა და ვიცი რომ ვარ. აი ისე ვარ დარწმუნებული. თან როდის მოხდა ის რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ. ადამიანი როდესაც პირველად წავიდა მაშინ მას არ უთქვას რომ წავიდა. მაგრამ მან თქვა რომ თავმჯდომარეობიდან მივიდა რომ პრემიერ-მინისტრი იყო ხო მოქმედი ხო? აპოკალიფსი უნდა მოხდეს რომ უკან დაუბრუნდეო რაღაცას თემს გავსი რამ თქვა. თქვა რომ იქნება აქტიური. აქვე ვარო ადამიანმა თქვა მესამე მოქალაქე ვარო. სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში ჩემს ინვესტიციას ჩავდებო და მესამე ძალის ასე თქვა შექმნას შევწყობ ხელსო და ნუ დავინახეთ და მაშინ იყო ძალიან სუსტი ხა მე ჩვენი პარტიის მაგალითზე გეტყვით ხა ბევრად უფრო სუსტი ვიყავით ბევრი მიმართულებით ხო ვიდრე დღეს ვართ და ოპოზიციას ასეთი იყო ამ დრო წავიდა და კიდევ დაემყო თავი და ახლა როცა კრიზისი ძვირვარებს ყველა მიმართულებით ხო რომელი ერთი ჩამოთვალთ პოლიტიკურად დაწყებული ეპიდემიოლოგიური გაგრძელებული და სოციალური და არ ვიცი ყველა სახის კრიზისია მესამე ვადაში არის
ერთი კაცის პარლამენტი აქვს მიღებული სახეზე და ამ დროს მიდის და ვის უტოვებს ეს ბატონ კობახიძე სწორი თქვენ ხა მე თვალსწრაფი ქალბატონმა ბესელიამ ახსენა ხა დაცვის წევრით გადაადგილდებოდა პარლამენტის სტომათა დარბაზში ბატონი კობახიძე. ბატონ კობახიძე არ და ვერ იქნება ავტორიტეტი ქართულ ოცნებაში, რაც არ უნდა ნომინალური იყოს. ვერ მართავ ყოველდღიურობას. ისა თქვენ თუ ავტორიტეტი არ გაქვთ და ვიცი რომ გაქვთ. თქვენ აქ 3, 4, 5 ადამიანის შემდგარ ჯგუფს ვერ მართავთ და მით უმეტეს სახლიდან ხო და ეხა კობახიძეს რასაც უნდა დაარქვებდნენ ეხა იქ როცა გახარია ყავს, როცა კალაძე ყავს, რეალური არჩევნები რო იყოს. მე ასეთი პოზიცია მაქვს, ბუნებრივია, ძალიან ცოტა დელეგატი აღმოჩნდებოდა ალბათ ქართული ოცნების ყრილობაზე, ვინც ხმას თავმჯდომარეობის პოსტზე ბატონ კობახიძეს მისცემდა, ხო? როცა პარტიას ყავს, ეხა მოგწონს, არ მოგწონს კობახიძესთან შედარებით, ბევრად უფრო პოპულარული პრემიერ-მინისტრი გახარია, ხო? და კობახიძეს ირჩევს, ესე იგი ნიშნავს, ხო? და ეხა ეს რაღაც გამოიწვევს. სამსახურმა იცის, პარტიამაც იცის და ყველანაირად ერთობამ აგდება ადამიანის. ანუ შეიძლება მე თქვენთან კაბინეტში შემოვიდე როგორც თავმჯდომარესთან, თავი დაგიქნიოთ ყველაფერზე და კაბინეტიდან გამოვთვალოთ, თქვენზე ყვები უამრავ ანეკდოტს. დაწუნებულა ბატონ კობახიძე იქნება ასეთი ადამიანი. აი საინტერესოა ოპოზიციისთვის. ქართულ ოცნებაში შიგნით. ეს რაც შეხებდია. კი ბატონო, აი ეს მაინტერესებს სწორედ, ანუ ოპოზიცია აკვირდება ბუნებრივია ამ პროცესებს, აი ახლა რესპონდენტებსაც, როდესაც ვესაუბრებოდით, კალაძე გახარია კობახიძე. აი ამ სამი გვარის გარშემო ტრიალებს ახლა ქართულ ოცნებაში მსჯელობა, მათ შორის ჩვენი რესპონდენტების. კობახიძესთან აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს საუბარი. მე საერთოდ მაინტერესებს, აი ვისთან ხედავთ პერსპექტივას რაიმეს, თუ კი მაგალითად ოცნებაში დაპირისპირება რღვევა დაიწყო, აი ვინმე მისაღებ კანდიდატურას ხედავთ თქვენ, რომ აი ესაუბროთ თუნდაც არაფორმალურად, ფორმალურად, არ ვიცი, სხვადასხვა გვიჭირს საუბარი ან რაზე უნდა ვესაუბროთ. ეხა იქ არ არიან თვითყოფადები ვახსენე ზემოთ იქ პოლიტიკოსები არ არიან ჩვენ მე არ ვთვლი რომ იქ უბრალოდ თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან წარმოდგენილი პოლიტიკოსი არ ვიცი შეიძლება ჩემი პრობლემაა საზოგადოებამ გადაწყვიტოს სულ მუდამ გონია რომ ბატონი კობახიძე ატარებს ვიღაცის ინტერესებს და ეს ასე არის ხო და რა მნიშვნელობა თალაკვაძე იქნება კობახიძე იქნება ჩვენ ვიცით რა არის მოცემულობა ვიცით რომ სისტემა შეიქმნა მახინჯი კიდევ უფრო მახინჯი არა აქ ნახეთ აქ შეგიჭრებით ჩვენ ვიცოდით რა იყო სისტემა ვიცოდით რა იყო როდესაც ყველაფრის სათავეში იდგა ივანიშვილი და ის მართავდა პროცესს ახლა ვინ იქნებოდა თქვენთვის ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე ვისთან შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა თუნდაც დათმობების ასეთი ადამიანი იქნება არ მოიძებნება ვისთანაც შეიძლება შეიძლება ვინმეს ღვევის პროცესში შეიძლება ვინმეს დასჭირდეს ოპოზიციასთან ურთიერთობა. აი ეს არის საინტერესო. ადრე თუ გვიან დაჭირდებათ ბუნებრივია ელემენტარულად. ხედავთ ამას, იმიტომ კი არა ოპოზიციაში სასურველს ახლა ვასაღებ რეალობად. მოხდება ეს ყველაფერი ხახტო. მოხდება და მოლაპარაკებებზე დასხდომა მოუწევთ ეხა ვინ იქნება წარმომადგენელი ქართული ოცნების მხრიდან ვერ გეტყვით. არა, მე ვგულისხმობ თუნდაც არაფორმალურ კავშირს. როდესაც რღვევა იწყება ხელისუფლებას, შეიძლება კონტაქტზე გავიდეს ოპოზიციასთან. აი რაიმე გამოვიდეს. ეს ადამიანი იქნება თავდბიძინა ივანიშვილი. მე მგონი არავის არ რჩება შტაბ-ბიჭდილება რომ ბატონი ივანიშვილი იმიტომ მოვიდა პოლიტიკაში რომ თალაკვაძე, კობახიძე, კალაძესგან შეექმნა პოლიტიკოსები და რაც არ გააკეთა, ხო? ანუ მას საზრუნავი ჰქონდა რომ ის დაავლადება რაც აქვს, კიდევ უფრო გამდიდრებულიყო ამ მიმართულებით. არც უდარდია. ივანიშვილს ოპოზიციის არა, რისთვის დასჭირდება ბატონიკა, აი ეს მაინტერესებს. მთელი პოლიტიკური კლასი დღეს მოუწონს საზოგადოების ნაწილს, არ მოწონს ან დიდ ნაწილს არ მოწონს, არის ოპოზიციურ სპექტრში. მთელი პოლიტიკური კლასი. მე ვერ ხედავ უბრალოდ პოლიტიკოს ალალად, ვერ ხედავ, აი მითხარით რა ვინ ბატონი ვოსკი, კი ბატონო გარბენი აქვს ცხოვრებისეული, შეიძლება კი ბატონი ვოსკი იყოს პოლიტიკოსი რაღაცნაირად, მე რა რომ ვერუსის მიუღებელია, ვერუსის მისაღებია ალბათ. მეც ვერ ხედავ უბრალოდ, რა გითხრათ, ახლა ბატონი ვოსკის ამარად თუ იქნები, მე ვფიქრობ ძალიან გაგიჭირდება. და კომპრომიტირებული ჯგუფები ყავთ ნინო ვახო შიგნით 9 წელიწადია ხელისუფლებაში იგივე პრობლემების წინაშე დგანა რა პრობლემის წინაშე ნაციონალურ მოძრაობა იდგა და ნაციონალურ მოძრაობამ წააგო და რა ბიზნესმენებმა მოიგო 2012 წელს 100-ჯერ მაგ ნათხოვი ვერ გადამათქვევიებს ამ ყველაფერს იმიტომ რომ ნუ ხედავდი იქ რა ხდებოდა მე ვხედავ იმის რომ არ ვიყავი პარტიის წევრი მაგრამ საჯარო მოხელე ვიყავი და ნუ ჭამდნენ ერთმანეთს ხო და უბრალოდ ბიზნესმენებმა ხელი შეუწყო
და დაანარცხა ძირს და სამწუხაროდ 9 წლის განმავლობაში მივიღეთ ის და მოდით აქ დავსვათ კითხვა. მე პირდაპირ გეტყვით სიმართლეს ქართულ ოცნებაში დღეს ქართული ოცნების წევრობა ბევრს არ ემაყება რცხვენია. აი საკუთარი ბავშვების მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თავიანთ გუნდსაც კი აკრიტიკებენ ძალიან საჯაროდ. მაგრამ ამ მდგომარეობით სარგებლობენ რომელშიც არიან და იქიდან სიკეთეს ნახულობენ. თქვენ თქვით რომ ივანიშვილს დასჭირდება ოპოზიცია. აი საინტერესოა მანამდე თქვით რომ ქართული ოცნება თუ დარჩება ხელისუფლებაში, ამით ბედნიერი იქნება ივანიშვილი, მაგრამ თუ არ დარჩებაო, აი ამის გაგრძელება მაინტერესებს. ანუ ვინც კონტაქტზე გამოვა ოპოზიციასთან იქნება ივანიშვილიო და აი რა საკითხზე და რატომ? ჩემი ხა ივანიშვილი ხა უპირობო ავტორიტეტი არის რჩება და იქნება იმ ადამიანების თვის ვინც ხა იქ დარჩა ქართულ ოცნებაში. ახლა ვირობე ხელისუფლების გადაბარებაზე ბატონ კობახიძეს ან თალაკვაძეს უნდა ვისაუბროთ ოდესმე არ ვიცი კი ბატონო ასე შორტს მიდიხართ უკვე რომ ივანიშვილი ხელისუფლების ჯერ აიცით რა არის თავარი პრობლემა რასაც მე ხა ვაკვირდები ოპოზიციაში არის რწმენის ნაკლებობა ეს არის თუ არ დაიჯერე რომ შენ იგებ და თუ არ გჯერა რასაც აკეთებ და თუ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობაზე მითის გაძლიერებას ხელს უწყობ და ამბობ რომ ბიძინა ივანიშვილმა ეხლა წამოიწყო ახალი პარტია მას შენ რა საკეთებ ოპოზიციური პარტიის სწორედ ეს გვაინტერესებს ჩვენ ყველაზე მეტად ბატონიკა ჩვენ გვაინტერესებს რა გეგმით არის დღეს ოპოზიცია რა სტრატეგიული ხაზი გაქვთ და რა შეგიცვალათ აი ამ მანევრმა რაც ივანიშვილმა ახლა მოულოდნელად პრინციპში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმდენად რამდენადაც საჭირო არის არჩევნებში თუ არჩევნების მიღმა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მივდივართ ხო არჩევნებად როცა იქნება ვადამდელი იქნება რიგით იქნება მორიგი იქნება ხო ქუჩა იქნება ქუჩაში საჭირო არის სხვა ასე ვთქვათ ფორმაში ყოფნა უნდა ვებზადოთ განავითაროთ ჩვენი პარტიული სტრუქტურების საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს, მიმღებლობა უნდა გაიზარდოს ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართ საზოგადოების მხრიდან უნდა ვიმუშაოთ აქტიურად და არა იზახრი რომ ბიზნესმენი არსად აწესო. მაშინ არაფერზე ისე ნერვები არ მეშლება, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ვისმენო ბიზნესმენი ივანიშვილი არსად. მე მგონი მიხეილ სააკაშვილმას თქვა. არა, მსგავსი რამ. ასე ვერ მოვწყობდებით რომ რაღაცას თი რამ თქვა. ხო, გასაგებია, მაგრამ კაი ცხოვრებით კი არ წასულა. კარგი ცხოვრებით ბიძინა ივანიშვილს არ მოუწია ამ არჩევანის გაკეთება. ხო, ოპოზიციაზე დიდი წილი არის დამოკიდებული, ეს ხელისუფლება რამდენი ხანი იქნება მართლმსადაუებთან. ჩვენ არ ვიყავით იდეალურ ფორმაში 2020 წლის არჩევნებზე. მიუხედავად გაყალბებისა, რომელმაც საბოლოოდ ძალიან დიდი გავლენა იქონია შედეგზე მე არასოდეს არ დამტკიცებია და არც ვამტკიცებ რომ ნაციონალურ მოძრაობამ არჩევნები მოიგო, მაგრამ ჯამოვნად ოპოზიცია მოიგო, ამას კი ვამტკიცებ და ეს მტკიცდება. მაგრამ მე ვამბობ რომ გაყალბების პირობებშიც ოპოზიციას შეეძლო და ამიერიდან უნდა შეძლოს გაცილებით მეტი ხარდაჭერა მოიპოვოს. ამას სჭირდება ველზე მუშაობა, ძალიან აქტიური და ხალხის. აი გვითხარით ერთი რამ, აი გეგმებზე კითხათ ნინომ. აი ახლა რაღაც ლუფტია, რაღაც პაუზა, აი რა ხდება საერთოდ ოპოზიციის გეგმებში გვითხარით. მე დავიწყებ თვითმმართველობის არჩევნები არის შემოდგომაზე, ახლა ჩვენ გვაქვს, ანუ გაზაფხულს უახლოვდებით, მაინტერესებს რა გეგმით ხართ? ანუ ეს რამდენიმე თვიანი პერიოდი რა იქნება საზოგადოების? დავიწყებ როგორც არასოდეს მართლაც ვახონი და ამას თქვენ იხილავთ თვის ბოლოს, იანვრის ბოლოს გულისხმობ ბევრად უფრო გაძლიერებულ, გამდიდრებულ ნაციონალურ მოძრაობას, ნებად განახლებულს, ახალი ენერგიით შთაბერილს, რომელსაც ექნება ამბიცია ახალი სიმაღლეები დაიპყროს და იყოს კარგი გაგებით აშკარა ფლაგმანი ქართული პოლიტიკისა და მათ შორის რა თქმა უნდა ოპოზიციურ ლანდშაფტზე. ჭირდება ბუხჩაუხრელი შრომა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა გარდაისახოს მეტ ხარდაჭერაში. ამისთვის ჩვენ მართლაც 2 იანვრიდან არც ერთი დღე აქტიური მუშაობის გარეშე ნაციონალურ მოძრაობაში არ ჩაუვლია
და ვფიქრობ, რომ შედეგი უკავთ ამ მუშაობის ეს გრძელვადაზე გათვლილი ამბავი. ეს არის გრძელვადიანი ხედვა. არა, გრძელვადიანი არა, ახლა ხდება ამბავი. აი დღეს სათხართ ამას ვკითხულობთ. ახლა ნახეთ რა მაინტერესებს. გრძელვადიანზე საუბრობთ, ბევრი დრო არ გვაქვს იმ სამწუხაროდ და ფაქტი არის ის, რომ ივანიშვილი თავისით წავიდა. ანუ ამ წასულას საფუძვლად არ უდევს ოპოზიციური აქტივობები. პოლიტიკური მას შეხედა პროცესს და წავიდა. კი ბატონო, ამაში აქვს წვლილი ოპოზიციას, მაგრამ ვერ იტყვით თქვენ, რომ ოპოზიციამ აიძულეთ ივანიშვილი წასულიყო. წავიდა რაღაცნაირად თქვენ მოგცათ ამით კარგლაიში. რა სარგებელს ელით, აი რა აქტივობები გაქვთ ესეთი რაც მოგიტან ცალკე. ოპოზიციამ მოახერხა ის რომ ბიძინა ივანიშვილმა უჩუმრად ვერ მოიპარა ის არჩევნები. მოდით ამაზე შევთანხმდეთ, ამაზე მაინც შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, მისთვის უწყინარად რო ჩაევლო იმ პერიპეტიას, რომელიც არჩევნების გაყალბებას უკავშირდებოდა, ხო? ეს პრობლემები არ შეიქმნებოდა, ეს პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა. არც ერთი ხელისუფალი არ იქნება ბედნიერი თუ ერთი კაცის ან ერთი პარტიული პარლამენტი ექნება. ეს პარტიული პარლამენტი მიიღო ბატონმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ გადაამლაშა გაყალბებაში, გადაამლაშა ყველა მიმართულებით პროპორციული სიითაც, მაჟორიტარული წესითაც ხო, გააყალბებია და გააყალბებია. შესაბამისად, ეხლა ეს ადამიანი ან უნდა გაჯიუტებულიყო თავის დანაშაულში. რომ გაჯიუტებულიყო, რას აკეთებდით, ვერც ვერაფერს. არა, რატო გონიათ ის რაც მოხერხდა ჩემის აზრით, ბევრი იყო სკეპტიკულად განწყობილი, რომ ვფიქრობდნენ, რომ ვერ მოხდება, ანუ ვერ შედგება ბოიკოტი. და ბოიკოტი რატო შედგა? იმიტომ კი არა, რომ მამაცი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვართ ჩვენ და იმდენად პატრიოტები ვართ, რამდენადაც გვინდა რომ ხედავს ხალხი იმდენად ნათელი იყო რა არის შავი და რა არის თეთრი რომ ვერამე ვერ გაბედა საზოგადოებისთვის ზურგი შეექცია. ხო ვინ აიძულა ნებისმიერი ლიდერი ვინმე მაიძულა 1 ნოემბერს გამოდი ხადი რუსთაველის გამზირზე სენატზე და თქვი რომ აქ არ შეხვალ, იმიტომ რომ არ უნდა გაუფორმდეს ივანიშვილს მოპარული არჩევნები. მე ვფიქრობ ეს იყო მიღწევა, მაგრამ ეს არის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს ამიტომ ამიტომ დავკმაყოფილდეთ. მაგრამ ოლიგარქი პატივს სცემს და ეხლა მისი გუნდი, რომელიც დატოვა იმედოვნებს, რომ ისინი რამეს შეძლებენ, მხოლოდ ძალას. ეხლა ხელისუფლება იმედოვნებს ასევე რას, რომ ჩვენ დავიღრებით, ჩვენ ვერ მივახცევთ წარმატებას. ჩვენ უნდა განვითარდეთ იმაზე მეტად, ვიდრე გონია და მე რატომ აქ იცით ასეთი მაღალი ოპტიმიზმის საფუძველი? მე ვიცი თუნდაც ნაციონალურ მოძრაობაში რა არის ნაკლოვანებები, რა იყო არჩევნებში ჩვენი ნაკლი, რა იყო პლუსი და ბევრ მინუს ხედავ და ახლა მე ვთვლი რომ ამ მინუსების აღმოფხვის შემდეგ შედეგი აუცილებლად დადგება. მე რო ვიცოდი რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ყველაფერი ასე ვთქვათ მოქმედებაში იყო მოყვანილი და მიუხედავად გაყალბებისა ეს იყო ლიმიტი 525,000 ხმა და ანუ ჭერს ავარტყით თავი მეტი აღარ არის, მაშინ ნაკლები საფუძველი მექნებოდა ოპტიმიზმს. მაგრამ როცა ვიცი რომ უამრავი მიმართულებით გვაქვს გასაუმჯობესებელი საკუთარი მარგი ქმედების კოეფიციენტი და სივრცე არის ძალიან დიდი გაუმჯობესებისთვის, აი ჯერა წარმატების და მომკალი. მესმის, აი თქვენ ასეთი რამ თქვით ბატონიკა. თქვენ თქვით რომ კარგი ცხოვრების გამო, ანუ კარგი პოლიტიკური ცხოვრების გამო ივანიშვილი არ წასულა. შეიქმნა გარემოებები, რის გამოც მან გადაწყვიტა წასულა, ხომ? ახლა გამოვიდეთ ამ მოცემულობიდან. ანუ იცვლება ოპოზიციისთვისაც რაღაც და ჩვენი შეკითხვის არსი ის არის რომ აი რას გააკეთებთ გარდა იმისა რომ პარტიაში ვთქვათ რაღაცეები იცვლება. როგორ აი თქვენ ასევე თქვით მეორე ფრაზაც რომ ესენი ჩამოინგრევიან, ანუ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ასე შემდეგ. ამის იმედად ვერ იქნებით, ხომ? ანუ როგორ წაკრავთ ამას ხელს, ეს მაინტერესებს. რა თქმა უნდა, თუმცა მე მჯერა, რომ არჩევნებს პროცეს პოლიტიკურში თუ ვინმე მარცხდება, პირველ რიგში მარცხდება ის სუბიექტი, რომელიც არის მართვის ადავეებთან, როგორც იყო ნაციონალურ მოძრაობა, როგორც იყო შევარდნაძე. შევარდნაძე რა რეალურად ხო აი აღარ არსებობდა პრაქტიკულად, ხო მან წააგო, ხო? კი, მაგრამ ოპოზიციამ გააფორმა ეს მოცემულობა. ხო, მაგრამ ბევრს მაშინაც არ ჯეროდა წარმატების. დახევან ქართულ ოცნებას არ ჯეროდა 2012 წელს გამარჯვების. არ ჯეროდათ გამარჯვების ქართულ ოცნებას. აქტიურობა რა იქნება? აქტიური იქნება ყველა მიმართულებით, მეტი ურთიერთობა და მეტი აქტიურობა საერთაშორისო დონეზე
საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა საერთაშორისო დონეზე ევროსაბჭოს ასამბლეის განცხადება ჩვენ წაგიკითხეთ აქ თქვენს დამაყურებელსაც რომ მოგიწოდებენ რომ პარლამენტში შევიდეთ. პირველი დღიდან ნათელი იყო ჩვენს მოლოდინი მქონდა და რატომ მქონდათ მოლოდინი? ვერც ერთი უცხოელი პარტნიორი ვერ მოგიწონებს თავიდან და არ გეტყვის თუ არ შეხვიდე ეს ხო ბევრჯერ ითქვა. არა, რატომაც არ გეტყვით, გაჩუმდება სულად. ჩვენ გვინახავს სიტუაციები, როდესაც თუ კი დასაბუთებულია გაყალბების ფაქტები, მაშინ შეიძლება გაჩუმდეთ, არ გითხრა რომ არ შეხვიდეთ, მაგრამ არც ის გითხრა რომ შედით. თქვენ გეუბნებიან რომ შედით. აი ახლა კიდევ ერთმა ორგანიზაციამ მოგვისვენეს, სადაც მოუწოდებენ უკვე რომ ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები და ასე მოხდეს სახელმწიფოების გადაცემა, ხო? როგორც კი ეს აქტი დასრულდება, არ შესulis ბოიკოტირების პარლამენტის, ბევრჯერ ითქვა, თქვენ გადაცემაში დაწუნებული ვარ, სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნება ჩვენს პარტნიორებს. არ დამთავრებულა ეს აქტი? მე ვფიქრობ, იცით რა არის, სრულდება, ჯერ არ არის არ წვეთე ხო ხედავთ იმ განცხადებებს არ აკმაყოფილებენ რომელიც უკვე რამდენი ხანი კანცელარიაში ჩაბარებულია და რა ვიცი ციური მანანას იმედი აქვს. ეს თუ რა დავასრულო საერთაშორისო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გააქტიურება გვმართებს თელ ოპოზიციას და ადგილობრივ დონეზე რა ახალი ადამიანების დაინტერესება, პასიური ამორჩევლების გააქტიურება გაბოცილი ხალხისთვის ანუ შემდეგი არჩევნებისთვის დადება ქვია ამ ყველაფერს ადამიანებისთვის თხოვნა რომ ისინი ჩაერთონ აქტიურად ამით მიდიხარ თვითმმართველობის არჩევნებამდე თუ მანამდე ათმობინებთ ნახეთ თუ არაფერი ხდება ბატონიკა თუ არაფერი ხდება კალაძე გახარია და კობახიძე რაღაცნაირად ისე როგორც ახლა იმართება ეს ქვეყანა მიიყვანენ რაღაც ეტაპამდე ოპოზიცია რას გაიგებ ხე მოხდება პოლიტიკური პროცესი ხარისხოვანი იქნება დინამიური ციკლი პირდებით თებერვლი და თქვით ჩვენ რატო საუბრობ ამ დასაზე მოძრაობაზე ხა რეალობა ასეთია ხა როცა ოპოზიცია საუბრობს შეუძლებელი დაცვამოძრაობა გამოტოვო ხო დაცვა მოძრაობა როგორ ფორმაში იქნება იმაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული მით უმეტეს იმ ნაციონალურ მოძრაობაზე რომელიც თვისობრივად გეგმავს განახლებას, გამდიდრებას და ახალი ენერგიის მოკრებას. მაინც მიგაჩნიათ რომ ამ დრომდე ფორმაში ისეთში ვერ იყო? რა თქმა უნდა, არც უარყოფ. 200-ზე არის. ბევრი მიმართულებით ეხა და მე მინდოდა რომ 31 ოქტომბერი ყოფილიყო და სურდა ისე როგორც ასეთესობთ ადამიანს ბოლო ეტაპი ოლიგარქთან დაპირისპირებისა, იმიტომ რომ დრო ძვირფასია, რაც კი გვაგვეჩნია ყველაზე ძვირფასი ალბათ ცხოვრებაში. და ნუ სამწუხაროდ აღმოჩნდა მორიგი ეტაპი და ახლა მჯერა რომ ეს არის დასკვნითი ეტაპი. ამის იქით უბრალოდ შეუძლებელი არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველა სცენარის განვითარებისთვის. კი ბატონო, ეს თქვი ნინო ზუსტად მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიგებს თუ კი არსებობ, მაგრამ ობიექტური ადამიანები ვერავერ დაგიდასტურეთ ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის განცდა უნდა კონდეს თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ობიექტურად ჯერა რომ ნაკლოვანებები ბევრი გქონდა და არ მინდა ეხლა ამის გაშლება ბევრი გქონდა საარჩევნო კამპანიის დროს მთლიანად ოპოზიცია ვერ მოახერხა იმდენად აი ალტერნატივად საკუთარი თავის წარმოჩინება რა ნამდვილად გეუბნებით ეხლა 30 საარჩევნო ოლქი იყო ხო მინდოდა რომ მაგალითად გაჩაღებული ყოფილიყო საარჩევნო კამპანია თანაბრად ყველა ოლქში და შედეგი სხვანაირად იქნებოდა კი ბატონო თბილისში მოხერხდა საერთო მაჟორიტარების კანდიდატების შეთანხმება, მაგრამ სადღაცა იყო ძალიან მაგარი კამპანია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატების ოლქებში გულისხმობ, მაგრამ სადაც საერთო მაჟორიტარი ყავდა, იქაც არ იყო მაგარი კამპანია, ამიტომ ეხლა იყო გდანში სადაც მოახერხეთ ოპოზიციამ გაგვემარჯვებია, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით მოიყვანეს ბიზნესში, გდანში დარწმუნებული ნამყოფი არც იყო. 30 ოქტომბერს გდანში მოიყვანეს კაცი. ხო, მოიყვანეს, ხო? ეხლა იყო ძლიერი კამპანია, მაგალითად, ვაკეში, მაგრამ სხვა ოლქებში ნუ არ იყო ეხლა და ეს ვიღაცები ეხლა ესე და ჯეროდა ვიღაცას რომ ვიგებდი, მაგალითად, და როგორც კანდიდატი, მაგრამ არ ჯეროდა რომ ოპოზიცია იგებს. იმიტომ რომ ეს ტალღების მიმოქცევა თანაბარი, ასე ვთქვათ, სიძლიერით არ ხდებოდა. მუხტი აკლდა პროცესს, მუხტი აკლდა და ლიდერი აკლდა პროცესს. კი ბატონო, გეტყვით, ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდი, რომ რაღაცა დააკლდა და ეს რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, იყო რა. აი, როდესაც ძალადობდნენ. თავის ამტრევდნენ იარაღით, მუქარას უნდა ადგილი, არ ვიცი, აყალბებდნენ, იცით? იმას იცით ახლა გამბედაობა ჭირდება რომ კანონი დაარვიო, ასე ან ჟურნალის ხელი დაარტყა, კამერის თვალწინდასწრებით იძალადო. შენ თუ განცდა გაქვს, რაც უნდა კრიმინალისკენ მიდრეკილი ადამიანი იყო, ხო? რომ
ხვალ ეს ხალხი ხელისუფლებაში რო არ იყოს, მე პასუხს მომთხოვე, ხო? ბევრი მანდ ამას ვერ გაბედავდა. ჩემთვის ეს ლაკმუსის ქაღალდი იყო, ესე იგი ქართულმა ოცნება, როგორც დაარწმუნდა, მე რა ვიცი, შაბნელი თავიანთი მეთოდები და манипуляციებით რომ ისინი რჩებოდნენ და ოპოზიციამ დააკლო. ბევრი ოლქებში. აი, აქ ამაკ შეკითხვა, რადგან თქვენ თქვით კრიტიკული ხართ, აი ელემენტარულად მაგალითად ის რაც სიძლიერია, მესმის, რაც არის რო გითხრათ რომ ყველაფერი მაგრა ჩატარდა და არ ჩატარებულა. აქ მაგ ვფიქრობ ერთი საკვანძო შეკითხვა, როდესაც აი ნაციონალურ მოძრაობას ეხება კონკრეტულად, ხო, როდესაც თქვათ იცით რომ ყავთ უპირობო ამ მომრჩევლები, რომლებიც სულ გაძლევენ თქვენ ხმას და ნუ მოემატა კიდეც ამ არჩევნებზე, მაგრამ ამასთანავე არის ამ მომრჩეველი, რომელსაც მაინც აი ვერ გადაუწყვეტია, აქვს თქვათ სინდისის ქეჯნა ეს ახლა რომ მოვხაზო მოყვება ძველი სიმძიმე ნაციონალურ მოძრაობას და ეს არის შემაბკოლებელი ფაქტორი. აი მე მაინტერესებს რა უნდა შეცვალოთ იმისთვის რომ ასეთი ამ მომრჩევლისთვის გაადამიანუროთ ასე ვთქვათ პარტია. აი ეს არის ჩემი მისია ამ პარტიაში არის ზუსტად აი ის რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, აი ამ გამოწვევას უპასუხო. მე ვახსენე რომ არჩევნები იყო კარგი კამპანია სამგორში, ვაკეში, გდანში, ხო, სადღაც ვისურვებდი რომ ასეთივე კამპანია ყოფილიყო, არ იყო ეს სხვა საკითხია, მაგრამ დიახაც თუ კი შენ ახერხებ ოლქში რომ ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე მოიმხრო და ბევრი ასეთი ათასობით ადამიანი კამპანიის თქვენს თავზე საუბრობთ. მე ვიცნობ ასეთ ამ მომრჩეველს, ვინც თქვენ მოგცათ ხმა პირადად, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას არ მისცა. არა მარტო ისეთი ამომრჩეველებიც არის პრობლემა. ეს არის ჯერტი საერთო კანდიდატი ვიყავ, მაგრამ იმის მიღმა ხა იყო უამრავი ამომრჩეველი, ვინც ქართულ ოცნებას მიცა, და მიცა საერთო ოპოზიციურ კანდიდატსაც, ხო? რა თქმა უნდა, ამას ჭირდება სიმართლეზე მეტი აქცენტის გაკეთება და დარწმუნება საზოგადოების იმ ჯგუფების, რომელსაც უნდა ხმის მიცემა ოპოზიციისთვის, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობისთვის, მაგრამ აი უნდა დარწმუნდეს ბოლომდე, აი რატომ არ არის გითხარით გულწრფელად. ბევრმა ხო გადადგა ეს ნაბიჯი. საიდან გავიზარდეთ ახლა ხო არჩევნებამდე ჩვენ ხარ რეალურად ვიზრდებით და იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იცვლის დამოკიდებულებას და უკვე ხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში ყველა საზოგადოებრივ ჯგუფმა დაინახოს თავის თავი. ჩვენ არა ვართ იმ პატარა პარტია, სადაც შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენ მეინსტრიმული პარტია. აი თუნდაც ერთი კვეთრად გამოკვეთილი რაღაცა იდეოლოგია, ხო? ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის უნდა იყოს ასე თქვა დაკმაყოფილებული ნაციონალურ აი როგორც თავმჯდომარისგან მაინტერესებს ახლა ამაზე პასუხი, ალბათ თქვენს ბევრჯერ მოგისმენია და ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ წესით, რომ აი ლაპარაკი იმაზე, რომ ეს საარჩევნო სია ნაციონალური მოძრაობის დაწერა ვანო მერაბიშვილმა. არის თუ არა ეს ასე? არა, ჩვენ გვაინტერესებს ეს. პრობლემები იყო ბევრი, ამაზე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ მინდა როგორც ახლა არ მინდა ბატონ ივანიშვილზე საუბარი, ისე ამიტომ ამ ადამიანზე საუბარი, ყავს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩემი სწორება არის მომავალზე, აწყოზე და მინდა რომ ის ისტორიული ბორბალი, რომელსაც ატრიალებს ნაციონალურ მოძრაობა და ატრიალოს წარმატებით დაატრიალოს და თუკი ჩვენ ეს ერთი თვალი ან ბორბალი დღეს ტალახში გვაჩარდა, ასე ვთქვათ, ჩავარდნილი ამოვიდეთ იქიდან. ეს ტალახი მაინც განაპირობა ძალიან ბევრი აი ძველის ფრაგმენტების მიბრუნება. ძალიან ბევრი ნინო, მეც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა ნაციონალურ მოძრაობაში, რომელმაც გასულ არჩევნებზეც კი სხვა ოპოზიციურ პარტიას დაუჭირა მხარი. იქნებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერები. იქნებიან ასეთი ადამიანები და ათასობით ახალი მხარდაჭერი და ახალი ანუ ეძებთ ფიგურებს, რომლებიც თქვენ ასე იყავით, თქვენ არ იყავით ნაციონალური. ანუ ეძებთ ის, ანუ ახალი ხალხი მოყავთ და ამ ძველ ხალხს რას უშუალოდ? აი ეს არის ჩვენი ძალა და ეს არის ჩვენი მონოპოლარი, რომ ერთად გამოცდილ საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ფარგლებში არიან, გამოცდილ ხალხთან ერთად პირდაპირ თქვათ, ეს გამოცდილი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ამასთანავე პრობლემას ანუ თქვენ იწყებთ პროცესს, რომ მოყავთ ახლები და ნელ-ნელა ავიწროებთ ძველებს, თუ რა პროცესი? ნაციონალურ მოძრაობაში თუ კი რამე ბევრს არ მოსწონდა,
ნაწილი ამ მიმართულებით არის გამოსწორებული და ნაწილი უნდა გამოვასწოროთ ახლა ერთად. რა არის ეს? ბევრი ახალი ადამიანი, რომელიც საერთოდ პოლიტიკურ ორომტრიალში არ მიიღებდა მონაწილეობას, ერთი ან უბრალოდ არ უნდა პოლიტიკის კეთება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ეს ხალხი იქნება ნაციონალურ მოძრაობაში. აი თქვენ ხო ელაპარაკებით ადამიანებს და ეუბნებით რომ მოდით დადებით ნაციონალურ მოძრაობასთან. იქიდან ხომ არის შეკითხვები? რაღაც რაზეც პასუხის რა არის ეს შეკითხვები? აი რატომ იკავებს? არა, ჯერათ რომ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარების ახალი ეტაპი იწყება და ამის გარანტორი ვარ მე. დიახაც ადამიანი, რომელიც ვარ პარტიის თავმჯდომარე. ეს რას ნიშნავს ბატონიკა? ეს ნიშნავს რომ ძველი აი ტალახი უწოდეთ თქვენ ბორბალში ჩავდით ტალახში თქვათ აქ მერაბიშვილის გვარის მოტივი იყო ეს ხომ გამოყვა ამ საკითხს. ამას გულისხმობთ პირდაპირ რომ უთხრათ თქვენს აუდიტორიას ეს ტალახიანი ნაწილია ბიოგრაფიის და თქვენ ამის ჩამოშალებას. გამოცდილი ადამიანები პოლიტიკას რომლებიც აკეთებენ და ბევრი მათგანი ჩემი მეგობარი გახდა ნამდვილად, რომლებიც უმციკლოდ იცხოვრეს მართლაც მიუხედავად თანამდებობებზე ყოფნისა ძალიან პატიოსნად გაიარეს მათი ცხოვრებისეული ის ეტაპი რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას ეს ადამიანები დღეს არის კაპიტალი სიმდიდრეა პარტიის ესე იგი რა გამოდის ნიკამელი ამბობს რომ ეს მინდა ეს არ მინდა ეს შეიძლება ეს არ შეიძლება აი როგორ როგორ გამოხშირვა როგორ ჩემი ამოცანა არის ხალხო მარტო გამოცდილი ადამიანი ერთი გამოცდილი ხალხი მოვა ვისაც გამოცდილებას მიღებული, მაგრამ არა პოლიტიკურ პარტიულ პოლიტიკის პარლამენტში გამოცდილია. და რატო საუბრობ? არ მინდა ხა ჩვენ გვაინტერესებს, კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, მაგრამ გვაინტერესებს. ჩემ ჩამოინგრეს, ეხლა მე რომ დავიწყო მოყოლა არ მინდა. და შეიძლება იეტაკიც ჩავარდეს ქვევით. არ არის ახლა ამის დრო. ეს აქ თუ ნაციონალურ მოძრაობაში. მე ვფიქრობ ქვეყანაში და არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაში. და ამიტომ ამისი დრო არ არის, არ მინდა წყალ დავასხო ბიზნეს ივანიშვილის წისქვილზე. მაგრამ გამოცდილი ადამიანი არის ერთი, რომელიც ჭირდება პარტიას, რომელმაც ავი საოცრებას შეძლო წლების წინ და მოდერნიზდა სახელმწიფო, ასევე ჭირდება ხალხი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, საქმის კეთება უნდა. და ამათაც ანუ ახალ თაობასაც უნდა გავუცხოთ. დასაყრდენს იქნით ბატონიკა პარტიაში. ახლა ყავთ დასაყრდენი? ანუ თქვენ კომფორტულად გრძნობთ ამ პარტიაში ახლა. თქვენ მაინც ხომ მიცნობთ ახლა, ხო? მე მართლა რო არ ვიყო ანთებული, გულწრფელად არ ვიყო ანთებული ამ ქვეყანაში რაღაცა ხელშესახების შედეგის დადების სურვილით. დღეში ერთ მიზეს იპოვე და საბაბს რატომ უნდა წახვიდე არათუ პარტია და პოლიტიკი და საერთოდ დაისვენო რა და სხვა საქმით დაკავდე მაგრამ მჯერა რომ ამ ქვეყანას უწერია განათება, გაბწყინება, განვითარება და მინდა რომ ყველანი გავერთიანდეთ გამოცდილით ძველიც რომელიც დაარსებიდან არის ნაციონალურ მოძრაობაში და უმციკლოდ იცხოვრა ნამდვილად მაგრამ აქ რა თქმა უნდა არ იქნება იმ ადამიანების ადგილი ვინც არ უნდა იყოს ვერ იქნება არიან ადამიანები ვერ იქნებიან იქ სადაც მე ვიქნები კარგი სახელების და გვარების თქმა არ გინდათ მაგრამ გვიხარით რაიმე მახასიათებელი ვიზესაუბროთ მოიზიდავს უამრავ ადამიანს ამას დარწმუნდებით ძალიან ბევრ ახალ საინტერესო თქვენთვისაც ცნობილ ადამიანს რომლებიც კიდევ ერთხელ ვამბობ სულ რამდენიმე წლის წინ არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერები მე უკვე შემიძლია თამამაგდროთ ასეთი ადამიანები არიან უკვე პრაქტიკულად ჩვენს გუნდში უბრალოდ ამის პრეზენტაცია არ მომხდარა ხო ეს უკვე ნიშნავს რომ ნაციონალურ მოძრაობამ იპოვა უნარი განახლებისა ეხლა და რასარჩულიც არ უნდა მოაკეროს ვინმე რომ იცით რა ახლები მოდიან და ძველები მიდიან და ეს არ იქნება კონკურენცია იქნება ბუნებრივია ახალი აჯობებს ძველს იქნება ახალი ვერ აჯობებს ძველს იქნება ძველი ლიდერად არავინ არ დაინიშნება საქმე უნდა გაკეთდეს ყველას ვეპატიჟებით პლატფორმაზე სადაც უნდა დაპროექტდეს ახალი თქვენ და ბატონიკა თქვენ და სააკაშვილი ეს მითხარით ჩვენი საუბრის მიწურულს აი როგორია ეს ურთიერთობა ერთი მხრივ თქვენ პარტიის თავმჯდომარე და მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი შეიძლება ითქვას უპირობო არ ვიცი ასე აღიქვამ თუ არა თქვენც ამას მაგრამ ფაქტია რომ ეს ასეა ყველა ხვდებით რომ საჭირო არის მაქსიმალურად ყველა დონეზე ერთობა და არ მქონია არც ერთ ეტაპზე მასთან ურთიერთობისას იმენად ნორმალიზებული ურთიერთობა და საქმიანი ურთიერთობა როგორც მაქვს ახლა
და ეს ყველაფერი განპირობებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რო არა მისი როლი, გულახდათ გეუბნებით, ეხლა მე არ გამჭირვებია, როცა ჩამithვლეს საჭიროც განსხვავებული კომენტარის გაკეთება სხვა საკითხებზე, მაგრამ გულახდილი ვარ აქაც ახლა. დიახაც, რომ არა მისი ნება ეხა ელექტრონულ ფორმატში არჩევნები არ ჩატარდებოდა. სადაც შეიძლება მე წამეგო, სადაც შეიძლება მე მომეგო, ხო? ან მოიგებდა ბატონი ვარშალომიძე, ან მოიგებდა მეორე კანდიდატი ჩემი სახით, ხო? იქ არ დანიშნულა და ეს არ იყო ფარსი არჩევნები. მე იმედი მაქვს ასეთ ჩანდას კიდევაც. ეს არ არის მაგალითად ის რაც მოხდება ხვალ, სადაც ინიშნება ბატონი კობახიძე. ამიტომ აქ თავარი ერთეშზე გაძლიერდეს და ბუნებრივია მაგ ჩემი ხა შიდა ვიცო პარტიული ინტერესი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ავაპირებთ, იმიტომ რომ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში მომდენო ხელისუფლება იქნება კოალიციური და ხა რა თქმა უნდა ყველას უნდა რომ მსხვილი კონდეს უფრო წილი ხელისუფლებაში ნებისმიერ პარტიას, მაგრამ შესაძლებელია გარდამავალ ეტაპზე უმჯობესი იყოს რომ კოალიციური ხელისუფლება თუ ხა დაცვა მოძრაობა უმრავლესობით მოვა, რომელიც იქნება თავის მხრივ უკვე ძალიან სხვანაირი გუნდი, ამაშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი პრობლემას ვერ დაინახავს და აი ესეთი შიშები გაქარწყლებული იქნება, რომ ვაიმე ის რაღაცა რომ მომწონდა, კარგია თუ დაბრუნდება, რაღაცა რო არ მომწონდა, ისიც ხო არ დაბრუნდება, ეს შიშები დიდი მადლობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.